იმას, რასაც ჩვენი თვალი ხედავს, ან ვერ ხედავს, ფოტოგრაფი ერთი კადრით ხელოვნებად აქცევს. ხელოვნების ნიმუშებს ქმნის ჩვენი კიდევ ერთი სიუჟეტის გმირი, ოქრომჭედელი თეიმურაზ ჯალაღანია. 84 წლის ოსტატი დღესაც მუშაობს და უნიკალურ ძველებურ იარაღს ქმნის. მისი ნამუშევრები არაერთ მუზეუმში და კერძო კოლექციაში ინახება. ერთად გავიცნოთ ოსტატი, რომელიც იარაღს ხელოვნებად აქცევს. გიორგი ქორქიას და ლევან ლომაძის რეპორტაჟში. ყველა ხვედრი არ არის გახდეს ოსტატი, გამიგეთ რა შეასაქმე. ღმერთი უნდა ეხმარებოდეს. ღმერთის დახმარება იმაშია, რომ არის ბავშვი, როდესაც რაღაცას აკეთებს, ის გამოსდის. ესე იგი ღმერთი ეხმარება. არის ბავშვი, რომ არ გამოსდის, რაც გენ ნიჭიერი იყოს, ხუთოსანი იყოს სკოლაში ყველაფერი, არა, არ გამოვა. მე 12 მოწაფე მყავდა. ესე იგი, მოწაფეობის აყვანა მე გვიან დავიწყე. ხო და ვნახე რომ საჭიროა რომ მე რომ მოკვდები და წავარ სულ ხარ ვიქნები და ეს ხელობა იყოს და საქართველოსაც სახელი ქონდეს ამის. მე თითო სუთხარი შვილო ეს შენი საქმე არ არის, შენ შეგიძლია უფრო კარგად ისწავლო სხვა საქმე, იმიტომ რომ არ გამოვდის რა. მე ვარ თეიმურაზ ჯალაღანია. მე იარაღი ვაკეთებ ხმლებს, ხანჯლებს. მარტო შრომა კი არა რომ აიღო ჩაკუჭი არტყა, ხლიბით ხეხო, რაღაცა გააკეთოთ, აბდაუბდა. იმას უნდა ქონდეს თავისი მიზანი. თავიდან რა დაისახე? ხანჯალს აკეთებ, ხმალს აკეთებ თუ დამბაჟას აკეთებ. ყველაფერს ამას რო აკეთებ, ისე გიტაცებს ესა, აღარ საჭმელი გინდა, აღარ სასმელი გინდა. ჩემზე არაფერი არ მოქმედებდა, იმიტომ მინდა რომ ის დავასრულო, ის სილამაზე, ის მოვეფერო. ორნამენტების საქმე როგორ იცით? არის ქართული ორნამენტები. ქართული ორნამენტში შენ რო სხვა ორნამენტი აურიო, არ შეიძლება. ვინმე დაგსინებს მწოდნე, გამიგეთ რა შეასაქმე. და ამიტომაც ქართული ორნამენტი უნდა იცოდე ძველი წიგნებიდან, ახსნა განმარტებიდან, იმას, ამას, ზოგს იმას შეეკითხები, სირცხვილი არ არის, ზოგს ამას შეეკითხები და მე იცით რა არის? განვითარდე უნდა სხვისი ხელობით. წინაპრების ხელობით, წინაპრების ბრძოლებით, მუზეუმში ხეტიალით, იქით, აქეთ წიგნების მაქვს მე ბევრი, წიგნებიც გასწავლის, მე ის კი არა ვარ ეხლა, როგორ გითხრა, რომ ერთადერთი ვარ და მე ძილში ვნახე სიზმარდა ესე გავაკეთე. არა, რა თქმა უნდა, წინაპრების ნამუშევარსაც გავეცანი. მუსულმანური მეჩეთი არის ჩვენთან, აქ ორნაბიში ჩემგან, ხო და მოვიდა მოლა, ესე იგი მოლა ვაგიფა იყო მაშინ, იცვლებიან ეგენი 10 წელიწადში ერთხელ, 5 წელიწადში ერთხელ და მითხრათ ამას გენაცავლე ერთი თხოვნა მაქვს რა ბატონო მე ვთხარი. აი მე მინდაო რომ ეხლა მინარეთის რემონტს ვაკეთებთო. ნახევართან უკვე გაკეთებული იყო თვითონ ის ნახევართვარე და შტირი ქონდა და ის ამოიღეს მაგათ, მომიტანეს მე და მე ის ოქროში გავაკეთებეო. ხო და გავაკეთე ეს ყველაფერი და დიდი მადლობა მითხრეს ყველაფერი, მე დანარჩენი საქმე იმად გააკეთეს და საღამოს მოდის ეს მოლა ვაგება და ფული მოაქვს ჩემთან. ესე ფართუკისავით ქონდა, იმიტომ თვითონაც მუშაობდა იმათთან ერთად, ხალხთან ერთად რაღაც ვაკეთებდნენ და ესე ფართუკში აი სულ ფული სამსე იყო, მაშინდელი ფული. მე ვუთხარი, მე ფულს არ ავიღებ თქვენგან. რატო კაცო? მე ვუთხარი, ეს იგივე ჩემი სახლია მე ვუთხარი. ბავშვობაში მე ვუთხარი, მოვდივარ იქა, ჩვენ ბავშვები შემოვდივართ მეჩეთში, თქვენ არ გვაგდებთ იქიდან, წადით აქედან და რაღაცა ესეთი და ჩვენ შეგვიყვარდა როგორც ჩვენი სახლი მე ვუთხარი. როგორ ხასიათზე ხარ, იმასაც მნიშვნელობა აქვს მუშაობის დროს. თუ კაი ხასიათზე ხარ, გიხარია რო აკეთებ, არის თუ დაღვრემილი ხარ, ხო ხდება ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მაშინ უფრო გვიან და ისე უნდა დაახლოებით ამ დამბაშას უნდა ეხლა გეტყვით ეს ჭრაშია ყველაფერი ჭრა ხო იცით ხო და 3 ცხენი და 9 არის ესე იგი ეს
ოქრო ზევიდან, ლულა და ეს კიდე უმაღლესი ხარისხის ვერცხლი. ხო და ეს სერიოზული ნამუშევარია რა. ამიტომ სერიოზულ ნამუშევარს ამას უნდა დაახლოებით 5 თვე, 6 თვე ასე. ბევრს აქვს კერძო კოლექცია, მე რამდენი წელია მუშაობდა სახლში აქ და ზოგი კოცნის და ბალიშის ქვეშ დებს ძილის წინ. ისეთი ხალხის მინახია მე. და ამას რო ხედავ ყველაფერს, ამ სიყვარულს, შენ უფლება არა გაქვს, რომ ცუდი რამე გამოგივიდეს. ყოველ დღე და ყოველ წუთში, ყოველ წამს როცა აკეთებ, უნდა ღირსებაზე იფიქრო, შენ ღირსებაზე, რომ შენ თავი არ შეარცხინო და საქართველოს ასახელო და შენ თავის ასახელო. ასეა ცხოვრება, სხვაგან არ გამოქვს სხვანაირად.